რა შეგიძლია? შენ რა შეგიძლია? არაფერს არ შეგიძლია. გამარჯობა, მოგესალმებით. მე ვარ მარიკო. თქვენი მყოფებით ჩემს YouTube არხზე. არ შევიჩინოთ. თქვენი მყოფებით ჩემს YouTube არხზე. მოდი ვისაუბროთ რატომ მარიკო, რატომ არტი და რატომ 1.95. ბოლოდან დავიწყოთ. აი ჩემო ძმა. 1.95, იმიტომ რომ ალბათ გახსოვთ რომ წელს 2025 წელია. და 2025 წელს რომ გამოვაყოთ 1995 წელი, ჯამში გამოდის ცხოვრობით გამოდის 30. Yo, გასაგებია. ეხლა 30 წელს ვარ. No! აღჭერად ხო? სარკეში რო ვიყავი, რა 30 შვილო. მე შენ უფრო პუჯურა ვახსენე. ხო. არ მეტყობა ასე. კარგია? არც ცუდი ალბათ არ არის. არ მეტყობა ჩემი გენეტიკის გამო, არც ჩემს მშობლებს არ ეტყობოდათ თავის დროზე. ეს საერთოდ არ ვიცი ხა ეს. გარდა იმისა, რომ ასაკი არ მეტყობა გარეგნულად, არც აგებულებაზე არ მეტყობა. Pikachu? არტი იმიტომ რომ არტ არის ხელოვნება და ხელოვნება არის ყველაფერი. ალბათ ის რაც მე მომწონს, რაც მინდა რომ მუდმივად ვაკეთო. გულისხმობ იმას რომ ძალიან მიყვარს ხატვა, ძალიან მიყვარს წერა, ძალიან მიყვარს სიმღერა, დაკვრა და ასე შემდეგ. მოკლედ ასე ვთქვათ, ჩემი ჰობების უმრავლესობა ხელოვნებას მოიცავს. ბავშვობიდან მიყვარს თეატრი. საერთოდ ჩემი ბავშვობის ოცნება იყო რომ მსახიობი დავხსარიყავი, თუმცა რაღაცების გამო ვერ გავხდი. ბევრი რამის გამო. პირველი ის რომ ეს პროფესია ზოგადად არ არის ფინანსურად დიდად საამაყო. ჩემი აზრით ეს ძალიან ცუდია, არა მხოლოდ აქ ზოგადად ვფიქრობ, რომ ძალიან დაუფასებელი პროფესიაა. იმიტომ რომ ადამიანები წარმოიდგინეთ რამდენი ხანი ჯერ სწავლობენ უნივერსიტეტში, ამდენი ხანი გადიან რეპეტიციებს იმისათვის, რომ ადამიანებს თქვათ მიანიჭონ ემოციური კმაყოფილება და შემდეგ ამ ადამიანებს ისე აღიქვამენ თითქოს იცი რა, ეგ ხომ მეც შემიძლია. რა შეგიძლია? შენ რა შეგიძლია? არაფერს არ შეგიძლია. თუ შეგიძლია წადი ითამაშე თეატრში. თუ არ თამაშობ დაეტი ზაცა. ეს ცოტა ისეთი უხეში და ლირიული გადახვევა. ხო, მსახიობი ვერ გავხდი, ან უფრო არ გავხდი. თუმცა მეკითხებ მე პროფესიას ვარ ხატვარი, უდიპლომო ხატვარი, ხას სპეციალურად. სამხატვრო აკადემია არ დამთავრებია. ვიყავი ვსწავლობდი რაღაც პერიოდი, თუმცა არ დავამთავრე, არ მოგდიplomი. არ მიღე, იმიტომ რომ მივხვდი რომ იმისათვის რომ მე ვხატო და იმისათვის რომ ეს საკუთარი ემოციები გადმოვცე, ამისთვის არ მჭირდება დიპლომი. არ მჭირდება ვიღაცის აღიარება, რომ რაღაცა დიპლომში მეწეროს, რომ ეს არის მხატვარი, ფერმწერი თუ ასე შემდეგ. არ მჭირდება ნამდვილად, ვინმე სტაჟი მჭირდება. რატომ მარიკო? რატო არა მარიამი, რატო არა მარი? მარიამზეც ჩვეულებრივად ვიხედები, მარიზეც. მარიამი არა, იმიტომ რომ ძალიან ოფიციალური სახელია და ასე ძირითადად მომართავენ ხოლმე, აი მე მგონი გქონია ხო რაღაც ბანკში რო გვაქვს რაღაც საქმე და რაღაცას რო ფუნქციას რო ვერ გაიგებ და ოპერატორს რომ იძებ და რომ მოგწერს ქალბატონო მარიამი. ქალბატონო ვიყავი ალბათ 19 წელს და პირველად მივწერე ჩატის ოპერატორს და ქალბატონო მარიამი. What? 19 წელს ვარ და დროს ჩემი ქალბატონობაა. ეხლა წავთვლი რომ ქალბატონო თუ უნდა მომმართოს ვინმე მივხვდეთ რომ ქალი ვარ უკვე პრინციპში. ფაქტია უკვე ასაკობრივად ქალი ვარ ყოველ შემთხვევაში და მე ჩემს თავს მაინც გოგო დავუყავ. მარიამი არა. შეგიძლიათ მარი დამწეროთ. მარიკო. რაც შეეხება თვითონ მარიკოს, რატომ მომწონს მარიკო? მე 9 კლასში ვიყავი ალბათ.
დაახლოებით 14 წლის უკვე თინეიჯერულ ასაკში, როდესაც ნამდვილად მჭირდებოდა რომ ვინმესგან აღიარება მიიღო, როგორც ყველა თინეიჯერს, ზოგადად ესეთი ასაკია, როდესაც უკვე ბავშვი კი აღარ არის, უკვე მოზარდი ხდება ბავშვი. მაგრამ 14 წელი ხო ხდებით, მაინც ისეთი ასაკია, რომ აი უკვე გადადიხარ, უკვე რაღაც შენში ბევრი რამე იცვლება, არა მხოლოდ აზროვნებით, ну, ცხეული იცვლება ბოლო-ბოლო, ხო, ჩვენ ნივთიერებათა ცვლა მიდის, უფრო მეტად ვიზრდებით, რაღაც ხასიათები გვეცვლება და იქიდან გამომდინარე ჩვენ ვხვდებით, რომ ის რა, კი 14 წლის ვარ, მაგრამ ბავშვი აღარ ვარ, რომ მოზარდი უკვე თინეიჯერია, უკვე ისეთ ასაკშია, რომ მას უკვე გააჩნია რაღაცებზე იმისი უფლება, რომ საკუთარი პრეტენზიები გამოხატოს, საკუთარი აზრი, საკუთარი გემოვნება დააფიქსიროს და საკუთარი დამოკიდებულება, ხო? და ამ ასაკში, რა თქმა უნდა, ყველას უნდა რომ ვიღაცას აღიარებინა და მე არ მახსოვს დიდად რომ ბევრმა მაღიარა. და მახსოვს კარგად ჩემი ქიმიის მასწავლებელი, რომელმაც პირველი მასწავლებელი იყო საერთოდ, რომელმაც იმ კონკრეტულად იმ პერიოდში მაღიარა, ასე ვთქვათ, როგორც რაღაცა ჭკვიანი, რაღაცა კარგი გოგო ხარ და რაღაცა რამდენიმე შეგძლებია და ჩემი თვითშეფასება ამაღლდა ძალიან. იმიტომ რომ მაშინ მქონდა ძალიან დაბალი, ძალიან ბევრი რაღაცის გამო.